ესპანეთიდან კვლავ იტალიაში გავფრინდი. შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმოგზაურებ მილანში და იტალიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში. ბევრი საინტერესო ადგილი შევარჩიე და იმედი მაქვს, წინ კარგი თავგადასავლები გველოდება. ფრენა გვიან ღამით მქონდა, ამიტომ ჩამოფრენისთანავე სასტუმროში წავედი. ახლა უკვე დასვენებული, გამოვედი მილანის ქუჩების დასათვალიერებლად. მილანი ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის რეგიონში მდებარეობს. ის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია რომის შემდეგ. მისი ფინანსური და მოდის ცენტრი. ის შუა საუკუნეებში ვაჭრობისა და საბანკო საქმიანობის წყალობით გამდიდრდა. მილანი არის ქალაქი, სადაც უძველესი და შუა საუკუნეების არქიტექტურა თანამედროვე ელეგანტურობას ერწყმის. რომაული ნანგრევები, გოთური ტაძრები, რენესანსის ხელოვნება და ფუტურისტული ცათამბჯენები. მილანი კელტებმა დაარსეს როგორც მედიოლანი. მოგვიანებით კი რომაელებმა დაიპყრეს ძველი წელთაღრიცხვით 222 წელს. დროთა განმავლობაში ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად იქცა. მეოთხე საუკუნეში დასავლეთ რომის დედაქალაქიც კი იყო. რენესანსის ეპოქაში მილანს ფორსტასა და ვისკონტის ოჯახები მართავდნენ, რა დროსაც ის კულტურულ ცენტრად იქცა. ლეონარდო და ვინჩიც და ბრამანტეც აქ მოღვაწეობდნენ. გვიან შუა საუკუნეებში ესპანეთის, ავსტრიის და საფრანგეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, სანამ 1861 წელს გაერთიანებულ იტალიას შეუერთდებოდა. საკურველია მილანში მოგზაურობისას უნდა მოხვიდეთ ამ ადგილას, ვინაიდან ალბათ დუომოს ტაძარი არის ყველაზე გამორჩეული შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა მილანში. თუმცა ის არა მხოლოდ მილანის, არამედ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ტაძარია. იმის გათვალისწინებით, რომ ვატიკანი ცალკე სახელმწიფოა და იქ მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკას შესაბამისად ვატიკანს ეკუთვნის, დუომო არის იტალიის ყველაზე დიდი ტაძარი. ის მილანის ცენტრალურ მოედანზე, პიაცა დელ დუომოზე მდებარეობს და ქალაქის გულს წარმოადგენს. არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ სულიერად და სიმბოლურად. მისი მშენებლობა 1386 წელს დაიწყო და წარმოედგინეთ თითქმის 6 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობა. ვინც ევროპულ ტაძრებს იცნობთ, ერთი შეხედვით მიხვდებით, რომ ეს არის გოთური სტილით აშენებული, თუმცა გვიანდელი რენესანსული და ნეოგოთური დამატებებიც აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან პოპულარულია მთელი წლის განმავლობაში და ახლაც უამრავი ადამიანი სტუმრობს მას, რომ გარდან შეხედოს და დათქმეს ამ არაჩვეულებრივ ნაგებობით. თუმცა შიგნითაც ძალიან საინტერესოა, ამიტომ ახლა ვეცდები, რომ შიგნით შევიდეთ და იქიდან დავათვალიეროთ ერთად. მილანის საკათედრო ტაძარი დუომო წმინდა მარიამ ღვთისმშობლის შობის მოქმედი ეკლესიაა, რომელიც 1965 წელს გაიხსნა. მის მშენებლობაში მთელი ევროპიდან ათასობით მუშა, არქიტექტორი და მოქანდაკე მონაწილეობდა. სწორედ ამიტომ ტაძარში ფრანგული, გერმანული და იტალიური არქიტექტურული სტილის ნაზავია. 1805 წელს აქ იტალიის მეფედ ნაპოლეონ ბონაპარტი აკურთხეს. მანვე დაამტკიცა ტაძრის მოედნისკენ მიმართული ფასადის საბოლოო პროექტი. შედეგად დუომო მიიღო ცისკენ ატყოცნილი 135 მარმარილოს სვეტი, რომლებიც გოტიკური არქიტექტურის ნიმუშის სახეს ქმნიან. ეპოქათა სვლამ კი გოთიკური ტაძრის თავდაპირველ პროექტში რენესანსის ელემენტები შეიტანა. დუომოს უნიკალურ მოელვარე იერს ანიჭებს თეთრვარდისფერი კანდოლიას მარმარილო, რომელიც მაჯორეს ტბასთან ახლოს მდებარე კარიერებიდან არის მოტანილი. მილანის დუომოს ქანდაკებებიც ქრისტიანული ხსნის იდეას ეძღვნება. ფასადზე შპილებსა და შენობის შიგნით ქანდაკებები და მარმარილოს გორელიეფებში ჩასმული 7-ზე მეტი ფიგურაა განთავსებული. ისინი ისტორიულ და ბიბლიურ პერსონაჟებს გამოსახავენ. პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს, წამებულებსა და წმინდანებს, აგრეთვე ქერუბიმებს, გარგულიებსა და ქიმერებს. დუომომდე აქ ორი ტაძარი იდგა, რაზეც არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომლითაც მთავარი საკურთხევლის ქვეშ მეოთხე საუკუნის ნაშთებია აღმოჩენილი. დუომო შიგნიდანაც არანაკლებ დიდებული და შთამბეჭდავია. მილანის ტაძარს ამშვენებს 45 ვიტრაჟული პანო, რომელთაგანაც ყველაზე ძველი 500-ზე მეტი წლისაა. მათში გამოსახულია ძველი და ახალი აღთქმის, აპოკალიფსისა და იესოს ცხოვრების სცენები.
მილანის დუომოს მთავარი სიწმინდეა ლურსმანი, რომელთაც იესო ქრისტე ჯვარზე იყო მიგრული. ის 52 მეტრ სიმაღლეზეა მოთავსებული ბროლის ყუთში, მთავარი საკურთხევლის თავზე. რელიკვია მორწმუნეთა სანახავად წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 14 სექტემბერს გამოაქვთ და ამ დღეს რიტო დელა ნივოლა ეწოდება. ტაძარში შესასვლელი ბილეთის ყიდვა ადგილზევე, ონლაინ შეგიძლიათ. როგორც კი აღნიშნე და კადრებში გამოჩნდება, მართლაც შთამბეჭდავად დიდი ტაძარია ეს. მაგრამ გეტყვით რიცხვებსაც. მისი სიგრძე არის 157 მეტრი, სიგანე 92, ხოლო სიმაღლე თითქმის 115 მეტრი. ამ მასშტაბების გათვალისწინებით ის გათვლილი იყო 40,000 ლოცველზე, რაც მართლაც შთამბეჭდავი რიცხვია. დუომოს ეს კათედრალი მილანის მფარველია და საუკუნეების განმავლობაში აკრძალული იყო მასზე დიდი ნაგებობის აშენება, რაც ძალიან მომწონს. ქართულ ნაგებობებში არის მათი ფასადი და გაფორმებები. ამ შემთხვევაში გამოსარჩევია ორი რაღაც. ერთი ეგრეთ წოდებული შუბების დღე, სადაც არის 135 ცალი შუბი, ხოლო მეორე არის ქანდაკებები. შუბების საერთო რაოდენობა არის 135, ხოლო ქანდაკებების 3400, სადაც გამოსახულნი არიან ანგელოზები, წმინდანები და მითიური არსებებიც კი. ხოლო ყველაზე მაღლა დგას მადონინა, ღვთისმშობლის 4 მეტრიანი ქანდაკება, რომელიც 1774 წელს აღიმართა. მილანში არაერთი ტაძარი და ეკლესია, რომელიც ძალიან საინტერესოა, მაგრამ დამაინტერესა ერთ-ერთმა, რომელიც დუომოდან სულ რაღაც 450 მეტრში მდებარეობს. თუ რატომ, ძალიან მალე გაიგებთ. თუ გინახავთ სიცილიაში მოგზაურობის გადაცემები, ერთ-ერთ ეპიზოდში ვესტუმრეთ პალერმოში მდებარე კაპუცინების საძვალეს, სადაც ადამიანთა ნეშტები პირდაპირ ღიად იყო გამოფენილი სპეციალურ შენობაში. და სწორედ რაღაც მსგავსი მდებარეობს აქ. კერძოდ ამ ადგილის ისტორია მე-13 საუკუნეში იწყება, რა დროსაც ახლოს მდებარე სასაფლაო და საავადმყოფო გადაიტვირთა მიცვალებულების რაოდენობით და საჭირო გახდა ესეთი შენობა აეშენებინათ, რომელიც ადამიანთა საძვალე გახდებოდა. სწორედ მას შემდეგ არსებობს აქ პატარა სამლოცველო, რომელიც მორთულია ადამიანის თავის ქალებითა და ძვლებით. ძალიან მაინტერესებს ხოლმე ასეთი ადგილები და ახლაც ერთი სული მაქვს ეს ადგილი მოვინახულოთ, ამიტომ დრო აღარ დავკარგოთ, წავიდეთ და ერთად შევხედოთ როგორ გამოიყურება ის. რუგით როცა მოხვალთ, ამ სამლოცველოს გვერდით არსებულ სან ბერნარდინოს ეკლესიას მიადგებით, რომელიც 1269 წელს აშენდა, მაგრამ შესახვევს გაუყვებით და მივყავთ დანიშნულების ადგილას. ამჟამინდელი საკურთხეველი მე-18 საუკუნით თარიღდება, მდიდარი ფრესკებითა და მარმარილოს საკურთხევლებით. თავის ქალები დეკორატიულ ნიმუშებადაა განლაგებული, ჯვრებს, გირლიანდებსა და ჩარჩოებს ქმნიან. ჭერის ფრესკა, რომელიც სებასტინო რიჩიმ დახატა, ასახავს სულებს, რომლებიც ზეთაში ადიან. ლამაზ კონტრასტს ქმნის ქვემოთ მდებარე საშინელი კედლებისგან. ძვლები ბერებს, საავადმყოფოს პაციენტებს და შუა საუკუნეების მილანის ღარიბ მოქალაქეებს ეკუთვნით. ერთი შეხედვით საშიშად გამოიყურება, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანების შესაშინებლად არ გაკეთებულა. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ცოცხლებისთვის შეეხსენებინათ მათი მოკვდავობა, რომ სიცოცხლე წარმავალია, სიკვდილი კი გარდაუვალი. თუ აქავრობის ნახვას გადაწყვეტ, აქვე მდებარე სანტო სტეფანო მაჯორეს ბაზილიკასაც ესტუმრეთ. ძველი და ამავდროულად ლამაზი ტაძარია.
ვისაც ისეთი ქალაქები გიყვართ, სადაც ფეხით ხეტიალის დროს ბევრ ღირსშესანიშნაობას მოინახულებთ, მილანი თქვენთვისაა. აქ ყველაფერი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. მეც ასეთ ქალაქს ვანიჭებ უპირატესობას. ფეხით სეირნობისას უფრო მარტივია ავთენტური ხიბის შეგრძნება და ქალაქის გაცნობა. მილანში გადაადგილებისას საითაც არ უნდა წახვიდეთ, ალბათ ამ ადგილს ვერ აცდებით, სადაც ახლა მე ვიმყოფები. ამ შენობის მშენებლობა დაპროექტდა 1860 წელს და უკვე გაიხსნა 1877 წელს, რომელიც ეძღვნებოდა იტალიის გაერთიანებას. სახელი სწორედ გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის ვიქტორ ემანუელ მეორის საპატივცემულოდ დაერქვა. ეს ადგილი ცნობილია შოპინგით, ვინაიდან აქ არაერთი მსოფლიო ბრენდის მაღაზია მდებარეობს, მაგრამ ჩემი აზრით უფრო განსაკუთრებულია თუ როგორ გამოიყურება ეს, ვინაიდან ფაქტობრივად ეს არის გალერეა ღია სივრცეში. სადაც კედლები მოპირკეთებული არის ბარელიეფები, ჩუქურთმებით და რა თქმა უნდა, შუშის ჭერი. მოკლედ, ეს ის ადგილი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ და აუცილებლად მოინახულოთ. გალერეა 1860 წლებში დააპროექტა არქიტექტორმა ჯუზეპე მენგონიმ. გალერეას ჯვრის ფორმა აქვს, ორი გადამკვეთი მკლავით. გარდა განსაკუთრებული კედლებისა და სახურავისა, უნდა აღვნიშნოთ იატაკი, რომელიც მორთულია რთული მოზაიკით, რომელიც წარმოადგენს იტალიის 4 მთავარ ქალაქს: მილანს, ტურინს, ფლორენციასა და რომს. რაღაცების თვალირება კარგია, მაგრამ სადაგზა გასინჯვაც მიყვარს ხოლმე ან დესერტის, ან რაიმე კერძის და ახლა გადაწყვეტე ერთი რამ გავსინჯო. ეს არის კანოლი, რომელიც ზოგადად სიცილიურია, მაგრამ გავრცელებულია მთელ იტალიაში და მის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქალაქში ყოფილა იტალიაში, არასდროს არ გამისინჯავს და გადაწყვეტე რომ სწორედ ახლა გავსინჯო. კანოლი იტალიურად ითარგმნება როგორც პატარა მილი, ფორმიდან გამომდინარე და შიგნით არის ეგრეთ წოდებული დატკბილული ყველი რიკოტა. მოკლედ, საინტერესოდ გამოიყურება და გავსინჯოთ. აუ, ძალიან გემრიელია. თან ნაცნობი გემოა, მაგრამ თან ძალიან მწუხდა და ძალიან გემრიელი. მე წოდინება დღეს მე რომ იტალიაში მოგზაურებ, გზად აუცილებლად გავსინჯო ხოლმე და თქვენს გირჩევთ რა თქმა უნდა. მილანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ალბათ აუცილებლად უნდა მოინახულოთ მილანში მოგზაურობისას, არის ჩემკან მდებარე არკო დე ლა პაჩე, რომელიც იტალიურად ითარგმნება როგორც მშვიდობის თაღი. მისი მშენებლობა 1807 წელს დაიწყო ნაპოლეონის მიერ მისი გამარჯვებების აღსანიშნავად. მას ერთგვარი მონუმენტური შესასვლელის ფუნქცია ჰქონდა ორ ქალაქს შორის დამაკავშირებელი გზის, გულისხმობ პარიზიდან მილანისკენ მომავალ გზას. მისი მშენებლობა 1815 წელს შეწყდა, მას შემდეგ რაც ნაპოლეონი დაეცა და ქალაქზე კონტროლი ავსტრიელებმა აღადგინეს. ამ თაღის სიმაღლე 25 მეტრია და ის აშენებულია მაჯორეს ტბის მარმარილოსგან. როგორც ხედავთ, ის უხვად არის მორთული ქანდაკებებით, კორინთული სვეტებით, სხვა რელიეფებით, რომლებიც მშვიდობასა და ერთიანობას აღნიშნავენ. თაღის მშენებლობა საბოლოოდ 1838 წელს ავსტრიელების მიერ დასრულდა და ის 1815 წელს ჩატარებულ ვენის კონგრესს და ევროპულ მშვიდობას მიეძღვნა. აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. მშვიდობის თაღი. კვადრაგა დე ლა პაჩე ზედა ნაწილში ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც 1838 წელს დაემატა, გამოსახავს მშვიდობის ქალღმერთს. გვერდით ქანდაკებები წარმოადგენს ლომბარდიის მდინარეებს: ტიჩინოს, ადას და პოს. რელიეფები ასახავს მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა ლაიფციგის ბრძოლა და ვენის კონგრესი.
მშვიდობის თაღის გვერდიდან იწყება სემპიონეს პარკი, რომელიც მე-19 საუკუნეში გაშენდა და მას შემდეგ ეს პარკი არაჩვეულებრივი ადგილია აქ სასეირნოდ, დასასვენებლად, სამეცადინოდ თუ პიკნიკისთვის. ალბათ განსაკუთრებით ამ პერიოდში ყველაზე ლამაზი, რადგანაც აქ არსებული მრავალფეროვანი ხეების გათვალისწინებით ყველაფერი შემოდგომის ფერებშია, წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებში. მილანის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა, რომელიც არის სფორცას სასახლე. მე-15 საუკუნეში მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო სფორცამ გადაწყვიტა აქ აეშენებინა ციხესიმაგრე, რათა გაეძლიერებინა მისი ძალაუფლება და კონტროლი მთლიანად რეგიონზე. თავდაპირველად ის ციხესიმაგრის სახით იყო აგებული, თავისი თავდაცვითი კედლებით, კოშკებითა და თხრილებით. დროთა განმავლობაში კი სამეფო რეზიდენციად და სფორცას ოჯახის სიმდიდრისა და გავლენის სიმბოლოდ იქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანჩესკოს შვილის ლუდოვიკო სფორცას მმართველობის პერიოდი, როდესაც კედლები მდიდრულ რეზიდენციად გადაკეთდა და ციხე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრად იქცა. ციხის კონსტრუქცია ტრადიციული შუა საუკუნეების გამაგრებული ციხესიმაგრის მსგავსია, მასიური თავდაცვითი კედლებითა და დიდი კოშკებით. ყველაზე აღსანიშნავი კოშკია ფილარედის კოშკი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღადგინეს. კოშკს სფორცას ოჯახის დიდი გერბიც ამშვენებს. სფორცას ოჯახის დაცემის შემდეგ ციხესიმაგრემ მიტოვებისა და აღდგენის სხვადასხვა ეტაპი გაიარა. საბოლოოდ ის მე-20 საუკუნეში აღადგინეს და მუზეუმისა და კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებენ. სფორცას სასახლის შიდა ტერიტორიაზე შემოსვლა უფასოა და გვაქვს შესაძლებლობა ეს ციხე კარგად დავათვალიეროთ თავის აქ არსებული მონუმენტებით, ძეგლებით, კედელზე შესრულებული სხვადასხვა ორნამენტით, ბარელიეფით და ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად. მაგრამ თუ გნებავთ რომ ეს ციხესიმაგრე კარგად დაათვალიეროთ, აქვე არის მუზეუმი და შეგიძლიათ ბილეთი შეიძინოთ და მოინახულოთ ის. ასევე უნდა აღვნიშნო რომ ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები, ბილეთის ფასი განსხვავებულია და თუ აქ მოგზაურობისას დაგემთხოთ რომელიმე გამოფენა, უკვე შეგიძლიათ შემოწყოთ საიტზე და გადაიხადოთ შესაბამისი თანხა, რათა დაათვალიეროთ კონკრეტული გამოფენა. ძალიან კარგი ადგილია სასეირნოდ, დასასვენებლად და რუკაზე როგორც ვნახე, აქედან 800 მეტრში არის ერთ-ერთი ცნობილი და ალბათ ყველასთვის ნაცნობი ოპერა ლა სკალა და სწორედ იქით მაქვს მიმართულება ახლა საიტას დავიძვრები. ციხე როგორც წესი ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა. სეზონის მიხედვით განსხვავებულია ვიზიტის საათები. შიგნით არსებულ მუზეუმებსაც შეიძლება განსხვავებული ვიზიტის საათები ჰქონდეთ, ამიტომ უმჯობესია წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია. შესაძლოა ოპერა საერთოდ არ მოგწონეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს ექნება გაგებული ლა სკალის ოპერის შესახებ, ვინაიდან ის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ოპერაა. მას გამორჩეული ისტორია აქვს, მაგრამ ალბათ განსაკუთრებით ქართველებისთვის, ვინაიდან ძალიან გავს ჩვენი ოპერის ისტორიას, გულისხმობ თბილისის საოპერო შენობას. ვინაიდან თბილისის ოპერის მსგავსად, პირველი ოპერის შენობა აქაც ხანძრის შედეგად განადგურდა და საჭირო გახდა მეორე ოპერის შენობის აშენება. მის ასაშენებლად აარჩიეს ეს ადგილი, სადაც თუნდაც იმ პერიოდში იდგა სანტა მარია დე ლა სკალას ტაძარი და სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ ოპერის სახელიც. 1778 წელს ის აკურთხეს, შემდეგ დაანგრიეს და დაიწყო უკვე მშენებლობაც. ეს არ ჯდებოდა იაფი, თუმცა ასეთ ხერხს მიმართ ეს მშენებლება, რომ გაყიდეს ლოჟები კერძო პირებზე, რომლებიც უხვად გადაიხადეს თანხა ამ კერძო ლოჟებში და შესაძლებელი გახდა აეშენებინათ ეს არაჩვეულებრივი ლა სკალას შენობა. აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი ფაქტი, რომლის შესახებ მეც არ ვიცოდი ინფორმაცია და სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე. კერძოდ, თურმე იმ პერიოდში მთავარ დარბაზში სკამბი საერთოდ არ იყო, ხალხი ფეხზე იდგა და ისე უყურებდა წარმოდგენას. ვინაიდან მაშინ არ არსებობდა სპეციალური ადგილი ორკესტრისთვის და ადამიანებს რომ ეხილათ ეს წარმოდგენა, ისინი ფეხზე იდგნენ.
მე-19 საუკუნიდან ლა სკალა გახდა მრავალი საოპერო შედევრის სამშობლო, განსაკუთრებით იტალიელი კომპოზიტორების და მუსიკოსებისთვის. ლა სკალას ხშირად ოპერის ტაძრად მიიჩნევენ და იქ გამოსვლა მომღერლებისა და დირიჟორებისთვის დიდი პატივია. მილანში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი თუ საინტერესო ღირსშესანიშნაობაა, რომლის მონახულებაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ამ მოგზაურობაში თითქმის ყველაფერი მოვინახულე მისი სურვილის მქონდა, ხოლო ერთი ადგილის ნახვა ვერ შევძელი. ეს არის სანტა მარია დე გრაციას ტაძარი, სადაც ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის ნახვაა შესაძლებელი. შედევრის, რომლის მნახველებიც 500 წლის შემდეგაც კი აღფრთოვანებულიები რჩებიან. ეს მოგზაურობა 2 თვით ადრე დავგეგმე და მას შემდეგ ვცდილობდი ბილეთის ყიდვას, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ, თუ უფრო ადრე დაგეგმავთ თქვენს მოგზაურობას, ეცადეთ პირველ რიგში ეს ბილეთი შეიძინოთ. იტალიაში მოგზაურო და აქაური პიცა და პასტა არ გასინჯო, ალბათ წარმოუდგენელია და რა თქმა უნდა, არც ის მოგზაურობა ჩავიდა მათ გარეშე. დიდი ფანტაზიით არ გამოვირჩევი ხოლმე, მაშინ პიცისკენ და პასტისკენ მივდივარ და ამ შემთხვევაშიც გავირჩიე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძი, ნიოკი, რომელიც ცომის ბურთულებისგან არის დამზადებული და პომიდორის სოუსია. და რა თქმა უნდა, პიცაც არაერთი სახეობის შეგიძლიათ იპოვოთ, მაგრამ შეხება ავიღეთ კაპრიჩოზა, რომელიც ძალიან ბევრი რაღაცით არის და ძალიან მიყვარს. ფასებზე რომ გითხრათ, რომ შევადაროთ თქვათ ფლორენციას, რომს, ცენტრალურ უბანში, რესტორანში ეს კერძები შედარებით ძვირს, მაგალითად რომში თუ შესაძლებელი იყო მიგერთვა კერძი 12-დან 15 ევრომდე, აქ უფრო 18-დან 25 ევრომდე მერყევს. რა თქმა უნდა, უფრო იაფიანი ადგილების მონახალ შეგიძლიათ, თქვენზე დამოკიდებული სად ისურებთ ახშამს ან სადილს, მაგრამ ოდნავ ძვირია. მაგრამ ისე გემრიელად გამოიყურება, იმედია ღირს. შევიქცევი და ვფიქრობ, გემრიელ ნოტაზე ვასრულებთ მილანში მოგზაურობას. შემდეგ გადაცემაში მილანის სამხრეთით, ლა სპეციაში გადავინაცვლეთ. გამომყევით.